დღეს არის 27 ნოემბერი. ვარ ნამტირალევი. იმიტომ რომ ცხოვრობ საქართველოში და მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან განვიცდი იმ ყველაფერს, რაც ხდება. და არჩევნების მერე საერთოდ ხო შეშლილი ვით ვარ მართლა. მოკლედ ძალიან დამარტყარა მენტალურად და ვიფიქრე, რომ მოდი ცოტა ხანი თავს ავარიდებ ამ ყველაფერს და უბრალოდ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიქნები თქო რა, უბრალოდ არ მინდა რომ არანაირი ინფორმაცია მივიღო, მაგრამ არ ვიცი. ეს ალბათ ეს გადაღლა მაინც დროებითი მგონია, იმიტომ რომ ეგრე ვიცით ხოლმე რა, დავიღლებით, არაუშავს დავისვენებ და ავენთებით. მართლა გულწრფელად აღარ ვიცი რა გავაკეთო, იმიტომ რომ შეეწირა ჩემი ახალგაზრდობა, ასე ვთქვათ, რეჟიმებთან ბრძოლას, იმიტომ რომ არც წინა რეჟიმის დროს მიხარო და მაშინდელი მდგომარეობა და მაგასაც ვებრძოდი. ამ სასოწარკვეთისგან თავის დასაღწევა და ცოტა ხასიათისმოსასვლელად ჩემმა მეგობარმა ტომამ, რომელსაც იცნობთ ალბათ, მომწერა, რომ სადმე ხო არ გავიდეთ საღამოსო. და მეთქი გავიდეთ, ოღონდ იმ პირობით, რომ პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებ. თქო და ეგეთი ჩელენჯი მაქვს, რომ გავიდე, პოლიტიკაზე არ ვილაპარაკო და არ ვიფიქრო, თუნდაც 2 საათით დავლიო და ხასიათზე მოვიდა. 2 საათი მაინც რო გავიდეს, რომ ეს არ გამახსენდეს და არ ვილაპარაკო და ჩემ თავს დავუბრუნდე, ძალიან გამიხარდებოდა. და ველოდები ხარ როდის გამომივლის და მივდივართ ცეხში. და ჯერ ეს ალქაჯი გამოვიყვანე, რომ გავასეირნო და ჩაცმული ვარ და მერე წავალ. გითხარით თუ არა, რომ გადავწყვიტეთ წავიდეთ ცეხში. რომელიც არის თავარ მეფეზე და მე უბანს ავწდები. ძალიან კომფორტულია, ყველაფერი რომ ირგვლივ მაქვს, მაგრამ თან მომბეზრდა. გამაცდინეთ უბანს თუ გამაშორეთ თუ როგორც არის. ფერი ძაღლებიც ჩუსტებივით დაგაჩრევენ, აი სად ეჩქარება ვინმე გამაგებინეთ. სადამდეც მივუშვებ, იქამდე მიდის. და ჩემი სიარულის ნაბე ნახეთ. ბოშე, გოგო, დაიცადე. არ არსებობს, მე რუგარეთ გავიყვანო და ვინმე არ გამონელაპარაკოს, რომ რეჯიშია. ხო და ოკეი, ეს ისედაც ვიცოდი, რომ conversation maker არის ძაღლი და ვიცოდი რომ გამომელაპარაკებად და ხოლმე უბრალოდ არასწორ უბანში ვცხოვრობ სამაგისო და ძირითადად მეტადონშიკები მელაპარაკებიან, რაც დიდად არ მიხარია. აქედან ყველაზე ხშირად ნათქვამი და გავრცელებული ფრაზაა, რომ ნაგაზია ან რუზო, ნაგაზია ან ანადირე. ანუ სად ვანადირებ? გონი აქ უკეთესი განათებაა. და ველოდები ხტომას რომ მოვიდეს და წაბალ ცეხში. მე მგონი, აი ხა რომ ვაკვირდები, ცოტა ელამი ვარ, ხო? მეცა? ანუ სად ვიყურე რომ მივხვდე? აი 1 წერტილი ავიღოთ. მეცა. ან ჯერა რომ ტესტა ველამი ვარ თუ არა. თუ ესე ელამი გამოვჩნდები. გაბრანჭვა ძალიან დამეზარა, აი ძალიან. სამაგერად ჭყვიალა ჩართით ვარ განწყობისთვის. გამოვედი მოკლედ ცეხში, ძალიან ბედნიერი ვარ. და ეხლა უნდა დავლიო ჭაჭა, რომელიც გამოგვიგზავნეს ვარდისფერი ჭაჭა, რომელსაც ქვია
pink ჭაჭაკ რაღაცა მითხრა იმ ბიჭმა. Welcome drink-იაო და უნდა დავლიო. აი მე გავუმარჯოს გაუკვირველ დღეს. გემრიელია. მე მგონი ეს უნდა დავლიოთ. ძალიან გემრიელია, ჩავაყარებ. ჩემი კარტოფილის ნამცხვარს. მოდედადია და კიდე შევუყვეთ. რა იმას. გარომის რა. გარომი? გარომის ზეთები რო იყო. ხო და ორი შოთი დავდიო. მე დღეს გადაწყვეტილ მაქვს დავდიო. გესმის? და დაფა. დავთხრე არა, მაგრამ კარგად არა დავდიო. საგებია. ნახოთ ხოლ როგორ იქნება. ვარიამი შემოგვიერთდა. რომელმაც დავრა და იროთავის. ვარიამი შემოგვიერთდა და სადარი ჩემი ჭაჭა. მოგიტანე. ვარიამი შემოგვიერთდა, რომელიც არის ასევე დალევის ხოთზე და ამასთანავე იმის ხოთზე, რომ შევეგუოთ იმ საქართველოს რაშიც ცხოვრობ. მოყევი ახლა. მე კამერაც ამიგულები ისევდი თქვენს. აი იმ საქართველოში, რომ აი ბიჭუნა დაგვილიე. აი მაგ საქართველოში ცხოვრობ. აფციეთ მოდი ერთი ჭიქან და მიეგი. ამ საფარველს ნო. შენი და შენაირი ახონდეს და შენაირი შრომელი ახონდეს თამადობით გაუმარჯოს ამ ქვეყნის მოდელს რომელსაც დიდ ხარა გაუმარჯოს. ჯოს. გაუმარჯოს რაღაც. წელში მაგ რაღაც და გატიო. ჰა. მაგო. ეს ისეთ გემრიელია ხო რომ Stranger Things რატომ მომიწყეს? ბლოგის გაგრძელების დრო მომიდა. მინდა გითხრათ, რომ ოღრაშობის იმლეველზე მივედით, რომ ამ სტაკანით ურახუნებთ ამ ჭაჭას. ერთი უკვე დავცადეთ, მანამდე შოთები ქონდა დადებული, ერთი უკვე დავცადეთ და გადავედით მეორეზე. და მაინც და მაინც წინააღმდეგები არ ვარ. გიხდება, ქალი უნდა ჭამდეს. შემოგვიყვება ის რომელიც რუსეთის 12 გოჭა ნაზლოვისკენ მიდის, მაგრამ რაც თავია შუდობით და ღირსებით ვარ. აი ამ 12 გოჭა გავლილი ღირსების საგრძელო ვიდა შემოთავაზო. ილოცოს რა დაილოცოს ეს ქართველი კაცის სიამაყე და ის ქართველი კაცის აი ეს შეუპოვრობა, აი ეს დაუცხრომელი გული და იმას. გაუმარჯოს ჩემი ქართველი კაცის პატრიარქის ამიგზელოს მე რომ შევხვდეთ. არის დობას, ირსებას. მეტი არტისტიზმი არ ამათ შეიძლება გაწიება. ძალიან კაი. ჭაჭას ურახუნებს. ჭაჭა ისე გვიხდება, რომ გადაწყვიტეთ, რომ ჩვენი ცხოვრება ახალ ლეველზე გადავიყვანოთ. ჭაჭა ლეველზე. ჭაჭა ლეველი, ეს არის რომელიც მომართული იქნება ქოცების და უშუალოდ თბილისის პარაგრაფის ხშირი სტუმრებისკენ, ასევე მისაღებია იერარქიული ტიპები რუმში. და მაგალითად ის კაცები, რომელსაც ქალიშვილში აყვანა შემიძლია. იერარქიანი და დაცვა რო ხართ for no reason. ანუ აი არანაირი მიზეზი რო არ აქვს, რომ დაცვასთან ერთად იარო. მაგრამ რუმში და სტაბაში რომ მიდიან, იქვე სადღაც კუთხეში მიხოჭული არის დაცვა. მიზეზოდ დაცულებელი იყო. ანუ მინდა რომ დაცვა დამყვებოდეს და სპეცრაზმი არ მირახუნებდეს. ვერს მარტო ქმარი. აი რატო ეს არის? დავდებ. არა, ნახავს, დავდებ ბლოგისტის უბრალოდ 250 კაცი ნახავს მაქსიმუმ. საიდანაც ყველა ჩემი უამრავი მეგობარია. არა, კი როგორ არა, 7000-ზე მეტი აქ ერთს. ცხოვრებაში მექნიკის სტატისტიკა. ყველაზე ძალიან საბერძნეთის კონსულს. რო გავერთე,
ვიყავი ყველაზე ცუდ ხასიათზე. როგორც კი ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, ძალიან ვერთავი მეგობრებო. ცუდი ხასიათი. სანამ კოცობიანობა გვაქვს, ეცადე სანამ ხასიათობა მარიამთან ერთად გულავ ყველა დღეს გამორჩა კოცაკიდა. ოკეი. ხოშე შორის დღეს უწამო იმიცი ვაკითხე. მოძა. საერთოდ ანუ მითხარი რომ მიწანი. ველოქს. იცუნცი. ვახო, ვინ არიან ესენი, ჰა? მოდერი მოკრე ფეხები. მე რას ვეძახდი, გამახსენე? ამახსოვს ეს. ვახოს. არა. მოიცადე, ვახოს აქვს თავისი პოზა, პოკემონის. მანახეთ. ვახო, მოდი, არ შემარცხვინა ხა. დაგეთ პოკემონი. დაუწყე ხუთ თამაში. კაი მოვა. მოიცადე. ჰოპ. არა. კუც. კაი, მიდი ერთი, всё, თანიკა შეგარცხვინა, всё. ბოლსტა, всё. ვერ გაგიზრდია. პოკემონი გააკეთე. აშულა. მომე. აშულა. მომე. გოგოშულდაძე ცნობი. ცოტა მეზარებდა რა. ეს გადავჭერი დავადაბე. თქო რომ მაღალი იყო და აკითხა. იქი ჩავწიე. ცოტა გამოჩნდა სიცხე უფრო. მორჩი დათვალიერებას? არა. შემიძლია განახოთ საქართველოს გამო. მიდი თორნიკე, გვანახე. მაგიტო, ხო. ხოლო, ეგ სისხლეო, ეგ просто მოხსარი და ეგ დინამიკები გვერდზე გამოიტანა. კი, просто მაშინ ამდენო გრძელი ყოფილიყო და ეხლა უკვე შემიძლია, იმიტომ იქი ჩავწიე რა. ასე უფრო მაღალი. აუდიო ტექნიკოსი არ თუ? პიონერია. ორივე? ოკეი, ორივე პიონერი. ესეც პიონერი, ყველაფერი პიონერი. მოკლედ, პატარა unboxing-ი. საქართველოში ბოლო რამდენი თვეში გაპიარ და ერთი ვინელი. დიახ, ირაკლი ჩარკვაი სადიშოვე. არა. ტადა! განაერთია მეორეს ყიდის შანსიც მქონდა, მაგრამ არ ვიპროჭე და არ ვიყიდე. რატო არ იპროჭე? ვაჩუქებდით. იმიტომ პროჭი არ ვარ. Google-ს აქვს ფოტო შორის. ვის? ჩემ მეგობრს შემოდავკერა მეორე. მინდა. არ მგონი გაკიდოს. არ გაკიდის შანსი არ არის. ვინმეს ვალდეს მოაჩუქე. თუ ამბობ რომ შემიძლია დავკერო, ნიშნავს შემიძლია დავკერო რომ ვიღაც დაუმეგობრდეთ და აჩუქებინო, მაგრამ გაკიდვით არ შემიძლია რომ დავკერო. რა პრობლემა გუგასთან მეგობრო, ვაჩუქებინოთ. დამეგობრდით და მე შევგაჩუქოთ თავადებს. ხო და მოკლედ აი ჩემი ძოე თანამშრომელი. რა მოსახელი? ხოდა მივედა ვიყიდე ეგრევე. აფები დირიგი არისო. ამიტომ გახდა ერთ-ერთი ყოველ ძვირი ჩემ კოლექციაში. კაი, მიდი ის ჩაგვიტარე ექსკურსი რა არის? ეს რა არის? ეს არის ვახო სათამაშო, რომელიც ეს რო გამოწევ. ასე შევა. დამტვერს წვენც. არ მარტო. ეს არის ჩვენი ერთი ფირსაკრავი. აჰა. ეს არის ჩვენი მეორე ფირსაკრავი. ორი რატო გაქვს? ორი იმიტომ გაქვს რომ აქაც ელექტრონულ მუსიკას ჩართავ, აქაც ელექტრონულ მუსიკას ჩართავ, ამასაც ჩართავ, ნაუშნიკს გაიკეთებ და DJ ხარ. და ხო განახი. დოქტორ დრე. აი მე ჯენზი არ შემიძლია ეს ჯენზი. რა გინდა რატო? ყველაზე ანუ ჯენზი არის რომ ლეპტოპი მეტოს იქ. ეს არის ყველაზე ძნელი პროფესია ერთ-ერთი მუსიკალური. კიდე რა ხდება? მეტი აფე ხდება. ვიდეო ფიფიტები დაგვათვალიერებინა. ფიფიტები ვერ მაქვს შენ მოგასმენინოთ უბრალოდ. არა, ირაკლი ჩარკვიანი გავიგე, ისე დაგვათვალიერებინა. კიდე მაქვს ფოტოშოპის afternoon version-ი მაქვს ქართველები. აუ დავეთქე რა. მიდი. კაი, afternoon version. და სანამ ამას ჩართავს, ხოლმე დაგვათვალიერებინა. მარიამი თავის სტიქიაშია. ვახო, თავის დათამაშეს დაიწყია. ჩამხოთ ჯერჯერ. OLED-ის დეკატლონ შაუჯექი ძალიან კაი ფასი. ჯდები დეკატლონზე. აუ მეორე რომელიც თქვი? Evo.com და Backcountry.com. ვახსოვ, მოდი. Backcountry-ან აი სათვალე აი შარვალი მომისვა, არა? ხო, საფალე მინდა. ამ ჩემი ძალიან ძვირი გედა, ნიასი ძალიან ძვირი გედა სტარტ პრაისი და რაღაც ფასაკილებას გავარდეთ, ამ კუპონი გავაზრგე და სებალიოს. ვახო, კარგად. რა სახით იყურებ? აბა ჰე. რას მიმიქედა კარი კადრისთვის იდიოტო.